ემხრობით თუ არა გარევაჭრობის აკრძალვას. იცი არის ალტერნატიული ფართები უნდა გამოყონ ამ ადამიანებისთვის და შემდეგ შეიძლება ფიქრი, იმიტომ რომ ერთადერთი სარჩოსაბადებელი ეგ არის იმათთვის. მე ვიზუალურად არ მომწონს გარეთ რო არიან, მაგრამ სადმე ალტერნატიული ფართი უნდა გამოვიყო. ჩემი აზრით სწორი ამ გარევაჭრობის აკრძალვა, იმიტომ რომ ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს, რომ დაბინძურებულია მოდივან ტერიტორია და გამელებისთვისაც თითქმის შეუძლებელია ტროტუარზე სიარული. არა, სწორად არ მიმაჩნია. რატო? იმიტომ რომ ხალხს სამუშაო ჭირდება. ნახევარზე მილიონზე მეტი არის უმუშევარი, უბრალოდ 2 მილიონი ადამიანზე მეტი არის უმუშევარი. და ეს აშინებება. ცუდვათი არიან, მაგრამ რა ვქნა, ქალაქსაც უნდა თავისი შნოდა რაღაცა რო ერიქონდეს. თქვათ ექტივები რომ მანდ ვაჭრობენ უფასოდ და ამ დროსო ვიღაცა თქვათ ბაზარში დახში ფულს იხდის, ეგეც არ არის მაშინ სამართლიანი, მაგრამ თუ იმის გათვალისწინებით რომ უჭირთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა არ არის ჰუმანური რომ ესე ადგენენ და გაყარეს რა. სიმართლე რო ვთქვათ, უფროსის სოფტავე იქნება. და მე მგონია ეს სწორად გააკეთეს რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ. ისე ხალხი გვეწოდება, მაგრამ ეს სოფტავეც ხო საჭიროა. გააჩნია ტერიტორიას ალბათ, ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით. გააჩნია ტერიტორიას და გააჩნია რა გაიყიდება. თან ვეთანხმები, თან არ ვეთანხმები რა, იმიტომ რომ სოდვე არის ის ხალხისაც წავიდეს ეს ერთი. მაგრამ ქალაქსაც უნდა შეეტყოს რაღაცა რა, ხო არ შეიძლება. არ შეიძლება ქალაქი არ გიყვარდეს ესე რა. მთელი ქალაქი გადაქცეულია გარევაჭრობად რა. არა მეორე მხრივ ხალხსაც რაღაცა პირობები ჭირდება სადმე რაღაც. არ არის დღეს ქვეყანაში ის სიტუაცია, რომ ყველა რაღაცა დაწყნარებული და დაალაგებული იყოს. სიარულის მხრივ მართლა ხელს უშლის ხალხს და სიბინძურის მხრივაც კარგია, მაგრამ იმ ადამიანების განმსახედიდან ალბათ კი ვეთანხმები, არ უნდა იყოს. კი ცოდოა ის ხალხი ძალიან მეწოდება, მაგრამ აი ძეგლი არ ჩანდა, წერეთლის ძეგლი არ ჩანდა, ეგრე არ შეიძლება ქალაქში. სისუფთავე უნდა იყოს მაინც. იცით რა საკითხია, არ უნდა იყოს რა გარევაჭრობა. ეს ბინძურად დაიმათ, მე მგონია არ არის მეგებული რა. წინააღმდეგი ვარ, რომ გარეთ ხალხი რო დგას, ზის და ეს ჯერ არაჰიგიენურიცაა, ულამაზოც არის, მაგრამ მართალი ალბათ ბევრი იტყვის იმას, რომ უნდა იყოს ნამდვილად ჯერ მომზადებული სიტუაცია იმისთვის, რომ ხალხი აღარ დააყენო გარეთ. როცა იქნება ეს სიტუაცია, მე არც არავინ აღარ დადგება გარეთ. ამას აქვს ზოგადად ორი მხარე. ჯერ ერთი ცუდია იმისთვის, რომ ფაქტობრივად გასავლელი ბილიკი აღარ არის ქალაქში და მთლიანი ადგილი დაკავებული აქვს გარემოვაჭრეებს, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ იმდენად ცუდია ეკონომიური სიტუაცია საქართველოში, საშუალება არ აქვს, რომ სხვაგვარად თავი ირჩინონ და ერთადერთი შემოსავალი ამათი არის ის, რომ გარეთ რაღაც გაყიდონ იმ ფასში, რომ მერე საკვები მიიტანონ სახლში.